მესარკე. სამართლის მოყარე ხელმწიფეს, სხვათა შორის ერთ საწყალკაცზეც ბევრი საჩივარი შემოსდიოდა. დღე არ გავიდოდა 10 საჩივარი არ შემოსვლოდა, მაგრამ სულ ქალებისგან იყო შემოტანილი. დიდხანს ითმინა ხელმწიფემ და ბოლოს იფიქრა, რომ ის კაცი ვიღაც არის სწორედ საძაგელი კაცი ყოფილა, თორემ ქვეყანა ასე როგორ გადაემტერებოდაო. დაიბარა ერთი დღისთვის მომჩივრებიც და მოპასუხეც. მოიყარეს თავი მომჩივრებმა, მაგრამ სულ ქალებმა. 1000-ზე მეტი მოგროვდა და ყველა ერთხმად ევედრებოდა ხელმწიფეს იმ კაცის ჩამოხრჩობას. ხელმწიფე თითქმის კინაღამ ნებაზე დაიყოლიეს, მაგრამ მოპასუხემ იმართლა თავი და მოახსენა ხელმწიფეს. ბატონო, ნურც მაგ ქალების საჩივარზე გაივლით, მაგად გარდა ერთი 40-ოდე ქალი კიდევ დარჩა ჩვენ სოფელში და თუ ისინიც შეგევედრებიათ ჩემს ჩამოხრჩობას, მაშინ თანახმა გავხდები. მადლობა ღმერთსაო. დაეთანხმა ხელმწიფე. მოაყვანინა ის დანარჩენი 40 ქალიც და დაეკითხა მათაც. იმათ ერთხმად უქეს ხელმწიფეს მოპასუხე და შეევედრნენ მის გაბედნიერებას. გაკვირვებულმა ხელმწიფემ უბრძანა მოპასუხეს. ეს რას ნიშნავს? ამდენი მოსისხარი მტერი გყოლია და ამდენი კი გულითადი მეგობარი. დიდებულო ხელმწიფეო, ჯერ ის დაათვალიერეთ, თუ იმ 1000 ქალში უმახინჯოერიოს და ამ 40-ში ერთი მახინჯიო და მაშინ მოგახსენებთ პასუხსაც. უპასუხა საწყალმა კაცმა. მართლაც დაათვალიერა ხელმწიფემ და როგორც იმ 1000-ში უმახინჯო ვერ შენიშნა, ისე იმ 40-ში მახინჯი და გაკვირვებით ბრძანა. ეს მართლა რას ნიშნავს? რა ვიცი, რას ნიშნავს, ჩემო ხელმწიფეო? მიუგო მაშინ მოპასუხემ. არც არაფერი ერთისთვის დამიშავებია და არც არაფერი მეორისთვის გამიკეთებია. მე ერთი საწყალი ხელოსანი კაცი ვარ. მე სარკე. სარკეებს ვაკეთებ ხოლმე. ლამაზები ჩაიხედავენ შიგ, ლამაზებად გამოჩნდებიან და მახინჯებად. მე იმიტომ ვაკეთებ, რომ ლამაზმა შიგ იკეკლუცოს და მახინჯმა გასვლილმა სახე გაიწმინდოს და გასწორებას ეცადოს. ესენი კი თავის მახინჯობას ჩემს სარკეს აბრალებენ. ახლა რისი ღირსიც ვიყო, ის მომანიჭეთ. დიდებულო და სამართლიანო ხელმწიფეო. მოეწონა ხელმწიფეს კაცის პასუხი და გამოსცა ბრძანება. დღეის იქით აღარავინ გაბედოს საჩივარი, აღარც მესარკეებზე და აღარც მწერლებზე, რადგან ორივე ერთმანეთს ემსგავსებიან მოხელეობით.